დავიწყოთ. ესე იგი, თავიდან ცვლადი გვაქვს შექმნილი x-ი, რომელიც უდრის 4-ს. ახალი ცვლადი გვაქვს შექმნილი y, რომელიც უდრის 5-ს და z-ი გვაქვს შექმნილი, რომელიც უდრის 6-ს. მოდი ახლა ასე გამოვყოფ. ჯერ აი ამ პრინტს განვიხილავ. print x + y ბრჭყალებში რომ არის ჩასული, მოდი ეს დავაკომენტაროთ. x + y ბრჭყალებში რომ არის ჩასული, ეს იმას ნიშნავს, რომ x + y გამოვა აი აქ. შემდეგ უკვე აქ ბრჭყალების გარეშე რომ გვაქვს დაწერილი, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ უკვე x დაემატება y, ანუ x-ის მნიშვნელობას დაემატება y-ის მნიშვნელობა და აქ გამოვა 4 + 5, ანუ 9. შემდეგ ამასაც მოვხსნა კომენტარი, შემდეგ აქ უკვე print და არაფერი რომ არ არის, ბრჭყალებში ჩასული, ანუ ერთი space-ია, უბრალოდ აქ, როდესაც რანს დავაწვევი, აქ არ გამოჩნდება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კურსორს გადაიტანს ქვედა ხაზზე. აი შემდეგს, როდესაც კომენტარს მოვხსნი და შემდეგს გავუშვებ, აი აქ გამოტოვება იქნება, ანუ ერთი enter-ი იქნება. ესე იგი, შემდეგში გვაქვს დაწერილი აქ z-ი გამრავლებული 3 და გვაქვს ჩასმული ბრჭყალებში, ხო? ესე იგი, ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული და ზუსტად ის ტექსტი გამოვა აქ, რაც გვექნება ბრჭყალებში ჩასმული, ანუ რაც გვაქვს ბრჭყალებში ჩასმული, ის ტექსტი გამოდის აქ. შემდეგი უკვე z-ი გამრავლებული 3-ზე ბრჭყალების გარეშეა და z-ის მნიშვნელობას, ანუ 6-იანს გამრავლებს 3-ზე და მნიშვნელობას ნამრავლს გამოიტანს აქ, ანუ 18. შემდეგი ისევ ის პრინციპია, print და ორი ბრჭყალი და შიგნით space-ი. ესეც იმას ნიშნავს, რომ აქ, როდესაც რანს დავაჭერ, არ გამოჩნდება, მაგრამ შემდეგი ტექსტი, ანუ შემდეგი ტექსტი, რომელსაც დავბეჭდავ, ისევ გამოტოვებული იქნება აქ enter-ით. შემდეგიც იგივე პრინციპი ახლა ყველგან აქ, უბრალოდ მათემატიკური ოპერაციები უნდა განვიხილოთ. ესე იგი, x + y მიმატება არის, შემდეგ აქ არის გამრავლება, შემდეგ აქ x - z, რა თქმა უნდა, ბრჭყალებშია ჩასმული და ზუსტად ტექსტი გამოვიდა, შემდეგ x გამოაკლდება z, ანუ x, ანუ 4-ს გამოაკლდება z, ანუ 6 და აქ დაგვიბეჭდა -2. მოდი ორ-ორი კომენტარი მოვხსნათ. ესე იგი, აქ უკვე აი აქ ვართ. ესე იგი, აქაც ამასაც მოვხსნათ. აქაც მსგავსია, ესე გამოტოვება, შემდეგ ეს ტექსტი დაიბეჭდა, რანს გავუშვათ, დაიბეჭდა ეს ტექსტი და z-ის მნიშვნელობა გაიყო x-ის მნიშვნელობაზე, ანუ ეს დახრილი ხაზი არის უკვე გაყოფა. კარგი, z-ი, ანუ 6 გაიყო 4-ზე და მივიღეთ 1.5. აქაც მოვხსნათ ახლა კომენტარი ამას. აქ უკვე ორი ფიფქი არის ახარისხება, ანუ y ახარისხებული x ხარისხად 625, ანუ 5 ხარისხად 2, ანუ 5x5x5x5, ანუ ორი ფიფქი არის ახარისხება, ანუ y ხარისხად x-ი ამას ნიშნავს. ერთი ფიფქი თუ არის გამრავლება, ორი ფიფქი არის ახარისხება. შემდეგ გადავედით ქვედა ხაზზე, უკვე ეს პროცენტის ნიშანი ერთხელ მახსოვს, რომ ვახსენე ამ კურსზე, z-ი პროცენტი y, ეს ნიშნავს დანაშთვა, ანუ გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთის პოვნა. ესე იგი, ეს პროცენტის ნიშანი არა პროცენტი არის პროგრამირებაში, არის გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთი, ანუ x-ი რო გავყოთ y-ზე და ნაშთი, რაც იქნება, იმას გამოიტანს. ანუ ამ შემთხვევაში x-ი y არის 5 და ნაშთი იქნება 1. კი ბატონო, გადავედით უკვე ქვედა ხაზსაც მოუშალეთ. ესენი ავიტანეთ ზევით, რომ კარგად გამოჩნდეს x და y და -x დაგვიბეჭდავს, რა თქმა უნდა, აქ და -x, ანუ x შეატრიალებს, ანუ აქ x თუ 4 არის, აქ იქნება -4, აქ თუ იქნებოდა -4, მაშინ ამ შემთხვევაში იქნებოდა აქ 4, ანუ მის საპირისპირო რიცხვი ამოაქვს, ხო? ანუ -4 თუ იქნებოდა ეს და -x დავბეჭდავდეთ, მაგ შემთხვევაში 4 იქნებოდა. თუ იქნებოდა აქ 4 და -x დავბეჭდავდეთ, მაშინ -4 იქნებოდა. გადავედით შემდეგ დავალებაზე.